რეგულაციის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ სახელმწიფომ პლასტიკებისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს დაიწყებს შესაბამისი ლაბორატორია, რომლის ამოქმედებაც უკვე დიდი ხანია ანონსდება ბიოდეგრადირებელ მასალას აპრილიდან შეამოწმებს საკითხზე შეხვედრა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მიმდინარე კვირაში შედგა, თუმცა შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. რა საკითხებზე იმსჯელეს სამინისტროს წარმომადგენლებმა კერძო სექტორთან, რა იცვლება უკვე აპრილიდან და როგორია სანქციები, რომელიც 5 წლის წინ უნდა ამოქმედებულიყო რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში. იმოქმედებს ანუკა ჯუხაძე კერძო სექტორთან შეეცადა ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას. ანუკა, მოგესალმები და გისმენ. ნუცა, როგორც ცნობილია, 5 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ნებისმიერ სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალა, თუმცა მხოლოდ 5 წლის შემდეგ აქვს პირველად ბიზნეს მოლოდინი, რომ კანონის სრულფასოვანი აღსრულება მოხდება და ბაზრიდან პოლიეთილენის პარკები გაქრება. მიმდინარე კვირაში სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ბიზნესისთვის ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში აპრილიდან ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც ბიოდეგრადირებულ პარკებს შეამოწმებს წინასწარ დადგენილი სტანდარტით. მწარმოებლების ნაწილს იმედი აქვს, რომ კანონის აღსრულება ამ შემთხვევაში მაინც მოხდება და ბაზარზე 5 წლის წინ აკრძალული პოლიეთილენის პარკების რეალიზაციას საბოლოო წერტილი დაესმება. მათი შეფასებით მსხვილი საწარმოების დიდი უმრავლესობა მონიტორინგისთვის მზად არის, რადგან წარმოება ახალ რეგულაციებზე სრულად გადაწყობილი აქვთ. არ იყო ლაბორატორია საქართველოში და ვერ მოწდებოდა ეს პარკი ასე ვთქვათ სრულად და შესაბამისად 90% საქართველოს ბაზარი მარაგდებოდა ისევე ძველი პოლიეთილენის პარკი. სამინისტრომ ახლა შემოიტანა ახალი ლაბორატორიული დანადგარები, რომელთაც ეს აბსოლუტურად გაკონტროლდება 100%-ით, რა შემადგენლობის ბიო დანამატ შეიცავს აღნიშნული ცელოფნის პარკი. ჩვენ ვინც ნამდვილად ბიოს ვაწარმოებთ უკვე 7-8 წელია და გადაწყობილები ვართ უკვე ამ ბიოწარმოებაზე და ნამდვილად ბიო პარკი შედის ჩვენ არსებულ ყველა პარტნიორთან, ქსელურ პარტნიორთან. ამ შემთხვევაში ხელისშემშლელი ფაქტორები აღარ იქნება იმ პატარ-პატარა ასე ვთქვათ წარმოებლებისგან, რომლებსაც საერთოდ არანაირი კანონი არ აინტერესებდათ და მოქმედებდნენ ასე ვთქვათ კანონდარღვევებთან. მონიტორინგისთვის მზად არის საწარმოო ააპლასტი. კომპანიის იურისტი მელიტა ტყაბლაძე ამბობს, რომ პროცესი ძირითადად მცირე საწარმოებზე მოახდენს გავლენას, რომლებსაც დარღვევები აქვთ. მისივე თქმით, მონიტორინგის დაწყების შემდეგ დამრღვევები დაჯარიმდებიან და პროდუქტის კონფისკაცია პირველივე დარღვევის გამოვლენისას მოხდება. ტყაბლაძე ამბობს, რომ შესაძლოა ლაბორატორიულმა კონტროლმა მათი პროდუქტი გააძვიროს, თუ აღმოჩნდება, რომ იმაზე მეტი ბიოდანამატის გამოყენებაა საჭირო, ვიდრე არსებული პრაქტიკით ისინი დღეს იყენებენ. ერთადერთი პრობლემა რჩება ის, რომ თუ კი ლაბორატორიულად ის დაუშვათ ანოტაცია, რაც მოყვება დანამატს, არ იქნება საკმარისი, ჩვენ მოგვიწევს, რომ დამატებით მივცეთ ჩვენ პროდუქციას ის ბიოდანამატი, რომელიც მას უფრო სტანდარტთან შესაბამისს გახდის. ჩვენი ანუ ესე რომ ვთქვათ, შემწყირველი მხარეები, ჩვენი მაღაზიები, კლიენტები ასე შემდგომ მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რომ შესაძლოა რომ ცოტათი გაძვირება გამოიწვიოს ამან პროდუქციის წარმოებელი თვითონ, რომელიც კანონდარღვევით აწარმოებს პროდუქტს, დაჯარიმდება მუჭრილად, ესე რომ ვთქვათ, 1000 ლარით. გარდა ამისა, მოხდება თითოეულ პარკზე საჯარიმო სანქცია განხორციელება 25 თეთრი, 0,25 თეთრი, ესე რომ ვთქვათ. ეს საჯარიმო სანქცია შეეხება არა მარტო მეწარმეს, არამედ შემწყიდველ მხარეს, ეს იქნება მაღაზია, სააფთიაქო ქსელი თუ ასე შემდგომ. შესაბუთი მასალების კლასტერის საბჭოს წევრი კი გვიხსნის, რომ რეგულაციის ამოქმედების მიუხედავად ბაზარზე აკრძალული პროდუქცია ბოლო 5 წელია მაინც ხვდება, რომლის მონიტორინგი სათანადოდ არ ხორციელდება. ეს კი იმ კომპანიებს, რომლებიც ბაზარს აკრძალული პროდუქციის ჩამნაცვლებელ მასალას თავაზობდნენ, არასამართლიან კონკურენტულ გარემოში ამყოფებდა. თუმცა მიღმა ამისა, მისი შეფასებით არსებულ კანონმდებლობაშიც არსებობს ხარვეზები, რაც კომპანიის კანონის მიღების მიზანს საბოლოო ჯამში აზრს უკარგავს. აღსრულებასთან ერთად პრობლემა არის თავად კანონმდებლობაში. Როგორც ვიცით, 2019 წელს, როდესაც 472 დადგენილება მივიღეთ, შემდგომ ამ კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც გულისხმობდა სპეციალური დანამატის დამატებით ერთჯერადი პოლიეთილენის პარკის დეგრადაციის ხარისხის გაზრდას და ეს მისაღები აღმოჩნდა ჩვენი კანონმდებლობისთვის, რომ შესაბამისი ფორმით ერთჯერადი პლასტიკის პარკები იქნას რეალიზებული
ქვეყნის მასშტაბით. კეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომლებმაც შესაბამისი კომპოსტირებადი გრანულები შემოიტანეს ბაზარზე და სწორედ ამ გრანულებით ცდილობდნენ რომ ეწარმოებინათ ისეთი პარკი, რომელიც სრულად პასუხობდა 472 დადგენილების პირველად ვერსიას, ამ კანონის დამატების შედეგად მათ მოუწიათ სრულად თავიანთი საწარმოების შეჩერება, ვინაიდან კეთილსინდისიერად წარმოებული მსგავსი პარკი გაცილებით უფრო ძვირიჭდება, ვიდრე ის, რაც დღესდღეობით ბაზარზე არსებობს და მათ სრულად არაკონკურენტული გარემო შეექმნათ. როგორც ცნობილია, 2019 წლის ივლისიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. კანონის მიხედვით იმპორტის კონტროლს საზღვარზე შემოსავლების სამსახური, საწარმოებში გარემოს დაცვის სამინისტრო, სავაჭრო ობიექტებში კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ამასთან 2023 წლის 2 იანვრიდან 100 წონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკებიც აიკრძალა. საკითხზე დამატებითი შეფასებისთვის მივმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, თუმცა პასუხი ამ შემთხვევაში უცვლელი და ტრადიციული იყო, ისინი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. მადლობა ანუკა, ეს ანუკა ჯოხაძე იყო, რომელმაც პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების საკითხებს სიახლეებით დაგვაცნო.